ჩვენი პოზიციით ეს სხვა არაფერია თუ არა დროებითი ამოსუნთქვა უკრაინული ძალებისთვის. ვთვლით, რომ ჩვენი მიზანი მაინც გრძელვადიანი სამშვიდობო დარეგულირებაა. სწორედ ამისკენ მივისწრაფვით. ეს კი ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის კანონიერ ინტერესებს, ჩვენს ყველასათვის ცნობილ წუხილებს. ნაბიჯები, რომლებიც უბრალოდ სამშვიდობო ქმედებების იმიტაციაა, ამ სიტუაციაში არავის სჭირდება. სამწუხაროდ დღეზე მეტია, რაც გაკეთებულ შეთავაზებაზე მსოფლიოს რუსეთის არსებითი პასუხი არ მოусმენია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რუსეთი ცდილობს გაახანგრძლივოს ომი და დააყოვნოს მშვიდობა, რაც შეიძლება დიდი ხნით. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლა იქნება ხელშესახები, რათა აიძულოს რუსეთი დაასრულოს ომი. ჩვენი გუნდი მზადაა კონსტრუქციული მუშაობისთვის პარტნიორებთან. უკრაინა მოწოდებულია გააგრძელოს სწრაფი სვლა მშვიდობის მიმართულებით. მზად ვართ ვითამაშოთ ჩვენი როლი სანდო, ხანგრძლივი და რიგიანი მშვიდობის მისაღწევად. იმედია რუსეთისგანაც გვექნება ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა. თუ ეს მოხერხდა, ვფიქრობ, ეს ამ სასტიკი სისხლის ზღვრის დასრულების 80% იქნება. რა თქმა უნდა, შეგვიძლია მათზე ზეწოლა, მაგრამ იმედია ეს საჭირო არ გახდება. მე შემიძლია იმგვარი ფინანსური ქმედებების განხორციელება, რომელიც რუსეთისთვის ძალიან ცუდი იქნება, რომელიც იქნება გამანადგურებელი რუსეთისთვის. მაგრამ მე ამის გაკეთება არ მსურს, რადგან მშვიდობა მინდა. მე მსურს ვიხილო მშვიდობა და ჩვენ მას ვნახავთ. ჩვენ შესაძლოა ვუახლოვდებოდეთ რაღაცის გადაწყვეტას. უკრაინა მოვაგვარეთ, რაც შეიძლებოდა უფრო რთულიც კი ყოფილიყო, მაგრამ ისინი დათანხმდნენ მშვიდობას.